ჩემი ფული სად არის? ციფრმა შეკვრა გადმოგცა. უნდა გადამიხადო. რას გააკეთე, ფრენკ, რას? ყველას თვალწინ მესვრი? მიდი. ნიუ-იორკი, 70-იანი წლები. ქალაქს ჰეროინის ეპიდემია კლავს. ქუჩებს კი იტალიური მაფია აკონტროლებს. და უცებ არსაიდან ჩნდება ფრენკ ლუკასი, განგსტერი ჰარლემიდან, რომელმაც შეცვალა კრიმინალური სამყაროს ყველა დაუწერელი კანონი. ფრენკ ისეთს არავის ვისმელ, ვინც ამდენს მოკრიდის. რამდენიმე წყაროდან უნდა შეაგროვო და 100%-ით სუფთა არ იქნება. მან შეძლო ის, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. თამაშიდან გათიშა შუამავლები და შექმნა იმპერია, რომელიც დღეში $1 მილიონ გამოიმუშავებდა. პასუხი ვიეტნამის ომში და ეგრეთ წოდებულ ლურჯ მაგიაში, ბლუ მეჯიკში იმალებოდა. სანამ სხვა დილერები იტალიური მაფიისგან ყიდულობდნენ გაზავებულ საქონელს, ლუკასმა გადაწყვიტა პირდაპირ წყაროსთან მისულიყო. ის გაფრინდა ბანკოკში და კავშირი დაამყარა ოქროს სამკუთხედში მოქმედ ნარკობარონებთან. თუმცა მისი ყველაზე სკანდალური სქემა ტვერთის გადაზიდვას ეხებოდა. ვიეტნამის ომი მძვინვარებდა და ლუკასმა აშიშის არმიის კორუმპირებული სამხედროების დახმარებით შექმნა ეგრეთ წოდებული გვამების კავშირი. ლუკასი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ჰეროინს აშიშში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ორმაგძირიან კუბოებში მალავდა. თუმცა მისი პარტნიორები ამბობდნენ, რომ ისინი ნარკოტიკს ავეჯსა და ტექნიკაში მალავდნენ. ეს საკითხი დღემდე კამათის საგანია. ქუჩაში გაყიდული საქონელი იმ დროს მხოლოდ 10-15%-ის სისუფთავის იყო. დანარჩენი კი შაქარს ან ცარცს წარმოადგენდა. ლუკასმა გამოიტანა ბრენდი ბლუ მეჯიკი, რომელიც 98-100%-იანი სისუფთავის იყო და ამით გაანადგურა კონკურენცია. იტალიურმა მაფიამაც კი დაიწყო მისგან საქონლის ყიდვა. ფრენკ ლუკასი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც კრიმინალურ იერარქიაში იტალიელებს გადაუსწრო. ლუკასის იმპერია იმდენად დიდი იყო, რომ მას პოლიციის მთელი განყოფილებები ჰყავდა მოსყიდული. ნიუ-იორკის პოლიციის სპეციალური საგამოძიებო დანაყოფი ფაქტობრივად მის ხელფასზე იყო დამოკიდებული. ისინი იჭერბენ ლუკასის კონკურენტებს და ბაზარს მისთვის ასუფთავებდნენ. მისი დაცემა კი მისმა ამპარტავნებამ გამოიწვია. ყოველთვის ჩრდილში ყოფნის მომხრე ლუკასი მუხამედ ალის ბრძოლაზე გამოცხადდა $50,000 ღირებული შინშილას ქურქით და შესაბამისი ქურქით. სწორედ ამ მომენტში მიიქცია მან დეტექტივების ყურადღება. 1975 წელს ლუკასი დააკავეს და მას 60 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ნაკურთხი წყალი გააქვს. ფრენკ ლუკასი ნარკოტიკების გავრცელების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს და 70 წელი მიუსაჯეს. თუმცა მან აქაც ივაჭრა. ფრენკი დათანხმდა თანამშრომლობას და გასცა ყველა, მათ შორის კორუმპირებული პოლიციელები. მისი ჩვენებების საფუძველზე 400-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს, რის სანაცვლოდაც სასჯელი 5 წლამდე შეუმცირეს. ფრენკ ლუკასი ხშირად რომანტიზირებულია ფილმებში როგორც ჭკვიანი ბიზნესმენი, მაგრამ რეალურად მან გაანადგურა ათასობით სიცოცხლე ლურჯი მაგიით და შესაძლოა შეურაცხო დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ის გენიალური კრიმინალი თუ უბრალოდ დაუნდობელი მკვლელი, რომელმაც სისტემის სისუსტე გამოიყენა?